ვერ გააკეთებ ბიჭო. ვაკეთებ, თამარ. ვაკეთებ. გააკეთე ბიჭო. ვა, გაიღვიძე? რა არის ახო? გაიღვიძე? მე უკვე დიდი ხანია გავიღვიძე. ძალიან დიდი ხანი. კეთება. რამდენი თვის არის მიშიკო? 7. 7 თვია მღვიძავს. 7 თვე. ნოს მან გეხოცების ბლაშას რა მიდი გააკეთე. მზადა, თითქმის. ისე, ვახო. ის დისკებიც რო შეცვალო და მაგარ იმაზე იქნება, მაგარ ვიძე მოვა. აი, ლაშა, მადუღარა ჩავთე. და რაღაცა მიბეთქა, ბუ. და ის მე მგონი დენი ჩაქრა. მე მგონი? ხო, შუქი. ხო, მე მგონი არა, დენი ჩაქრა. აი მე რა ვქნა? იცი რისი ბრალი მგონია მე ქეთევანე? თამარი ბევრს ლაპარაკობს, დიდ ენერგიას რო გამოწევს, ეთყობა ის ამომრთველი გადაიტვირთა ამომრთველი და გაფუტდა ბუხოში. ამას რო კითხო უძილოა და ლაპარაკით არ იღლება რა. აი, ჩემი ბრალია, ქმარმა დატოვა წვიმაში გარეთ და მე ამოვიყვა. ხო, მაგას ამოდანა. კარგი ბახო, გეხვეწები, წამოდი რა ნახე რა გეხვეწები, მოდი აბაშენში ამოწმე რა. მოიცა, კეთება მოვალე ხა და ვნახავ ერთიო. რა უნდა ნახო, დენმა არ დაგარტყას, რა უნდა ნახო. მიდი ვახო, შენ თამარს უძლებ და დენმა რა უნდა გიხდეს. ვახო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ შენ ვერ მიძლებ. ისე თამარ, რა ვიფიქრეცი? მაინც ტყვილა ხარ და აი დენის ხელის ფანრები რო არის, ხო იცი ხელით რო უნდა ამუშაო ეს, ხო? მე? ხო. აი ზუ დაიჭირო ამუშაო, ჭახის მაგირობა რო გაწიო. მაინც ტყვილა ხარ და რა ვიცი. მიდი აბახო, კარგად ნახე რა ბახო, აი კარგი ლაშა ერთი წუთი გეხვეწები რა, იმდენი საქმე მაქვს და არ ვიცი ახლა როგორ უნდა გავაკეთო ესე უშუქოთ. საჭმელი მაქვს გასაკეთებელი, სარეცხი მაქვს და სარეცხი მიშიკოს წყალი როგორ გავუცხელო? როგორ გაუცხელო მიშიკოს წყალი? არ ვიცი რა ეს კიდე რა. ქეთება. ამათი სახლი რო დავწვათ, მაინც აქ აღიესურდა. ვიცი რა ამას ვერაფერი ვერ გავუგი ახლა თულ რაღაცა. ხო? რას გაუგებდი? ვერ გაუგებ. არ ვიცი რა. ერთი წუთია და მე რა ვიფიქრე იცი? კარტოფილი გავიგე რომ არის ძალიან კარგი გამტარი. მე? ხო. ერთი ხაზი რო გადმოჭიმო იქ მოპირდაპირე ბოძიდან კარტოფილის ხაზი რო გადმოჭიმო და ეს ვერაფერს ვერ მიხდება თელასი. ხო, მიდი და გადმოჭიმე, ცხელ ხაზზე დავრეკო, ცხელ ხაზზე. ხო. გავიდა მოიცა ჩუმად ხო. ალო? დიახ, გამარჯობა. ხო. ცხელი ხაზია? დიახ, გამარჯობა, ქეთევანი ვარ. ხო. ვერ მიცანით? თქვენ ალბათ ახალი ხართ გოგონი. ხო. მე ქეთევანი ვარ, ფეხმძიმედ ვარ. ჩემ დას ფეხი აქვს მოტეხილი. დიახ, ბიძა ჩემს ცალი თვალი აკლია, დიახ. აი ასეთ. ხო. მისმინე, ხო და აი ასეთ სიბნელეში ვზივართ. დიახ, თქვენ ხა ხალხი ხართ? გამითიშა. მანდ მომეც მე ვიცი სად უნდა დარეკო. კეთინო დღეს ხმაური გამოდიოდა და რაღაც ქონდა იმ ხელოსანს ჩართული. წიგნის მეზობლები რო ყაჭყიძე. მიდი დარეკე სამსახურში. მოიცადე დავრეკოთ არ როგორ გაუხარდება, ხო იცი შენი ხმის გაგება. მოიცადე. მიდი? აბა, ალო, მიცანი, ხო, თამრიკო ვარ, ხო.
ირაკლი მომისმინე ახლა იცოდე შენ მუშას გავაცლით მას იმიტომ რომ თელ სახში გაგვეთიშა დენი ხო აჰა კარგი რაო რა გითხრა რაო მაგის ბრალი არ იქნება მაგრამ თმა შეგიძლია გააცალო აჰა ესე იგი უფლება მოგცა აბა ეხლა მე ვიცი ერთი წუთი ეხლა აი მოხვედი გუზგო როგორც იქა მოვედი მომყავს მე 16 რაღაც შემიძლია რა კარგებო აბა თან საცობი იყო რომ მოვდიოდი მიშლის საფულზე რასაცობი იყო და ის სუკან ზანტი კაცი იყო გამოსული ძვლის შევიდა იმე თავის სახში და მე ვიდექი და ველოდებოდი ასე ნენელა მოძრაობდით აი მოგიტანე ეს ჩაი და ყავა რას დავამბარ ქიშმეშიანი ფუნთუშა არისო ქიშმეშიანი ფუნთუშა ლაითი იყო ლაითი რას ნიშნავს რა და აი ნახავ დიდია და ერთი წელი ქიშმიში დევს აბა აჰა დილა ვშვიდობით მაიკო იმას რა არის დაიწყო ის უკვე ის ნუცას და ლადოს სიმღერები როა არა დამთავრდა აუ შენ რომ მითხარი ბევრს იცინებო კიდევ ვერ მოუსწარი ეხა მე მძინავს თუ ეს მართლა ხარიც აქ გახლავართ აქ მაიკო ხამე ხوارხული ნავდიმე ნახე რა მშვენიერი ამინდია გასაგებია ძალიან კარგი მოქალაქე გადაიქი მან ეს ხალხი საიდან არის მე მეკითხებით თქვენ გეკითხებით დიახ თქვენ საციამოვნო საინტერესო შეკითხვაა მაბადიეთ ვერ შეგამჩნიათ რომ შემოვედი უცებ დიახ ბოდიშ ვითხოვ ბატონო დავით არ გაგიგონიათ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო ამ შემთხვევასთან გვახლა ჩვენ საქმე მაგრამ ეხლა სალაპარაკოთ არ მცალია მე ახლა შევალ აბაზანაში დიახ მოვწესრიგდები გამოვალ და შემდეგ გამოგზოთ ჩვენი ასე ვთქვათ მუსაიფი აბაზანაში ხო აბაზანაში დიახ აი ირაკლის ხეიზე მეც კაი ტიპი ვარ რა იქით არ არის აბაზანა კაცო ხა კიდე მომატყუა რა მოკლედ მე ახლა შევალ აბაზანაში მოვწესრიგდები გამოვალ და გამოგზოთ ჩვენი მუსაიფი დიახ დიდი მადლობა კარგი რა გუზგო დავა მაიკო დას მოვიდაპარაკეთ საკმაოდ მიიღე მუწენ საკმაოდ აბა გამოვედი განვაგრძოთ დიახ საუბარი რა აბა გამოვედი განვაგრძოთ საუბარი დიახ მაიკო რა გჭირს მაიკო დანების თაი მოდი რა მოდი რა კარგად არის ხო კაცო არა ძალიან ცუდი ამბავია ამბავი მა რა არის რა არის და ასეთი საოცარი ჩვევა აქვს მაიკოს მოკლედ ფილმემ თუ არ უცეკვა ლათინური ცეკვა ჩაჩაჩა დილით ხო ისე სულ ასე ხალხზე იქნება მთელი დღე აღარ შემიძლია რა დავაშავე არ ვიცი რა ვქნა მე ვერ ცეკვა ხომ საერთოდ არ ვიცი ცეკვა და შემომყავს ხანმინა მომყავს 16 წელს ხანმინა მომყავს ხანმინ გამოყავს ჩემი მეზობელი ის და ასეთ დღეში ვარ რა აღარ მიდი კაცო მიდი ერთი ლათინო ამერიკული ჩაჩაჩა რა ისა ასეთ რამეს მედიცინა არ იცნობს ეხლა გაიცნობს ირაკ მაიკო
მაიკო ძალიან გთხოვ რა მითხარი რომ მატყუებს ეს რა მოგივიდა რა სახით მეყურებს ეს მაიკო ძალიან გთხოვ რა ხუმრობს ხო რა ლათინო ამერიკული ცეკვა ვინ სად მართლა სამასხარავთ ხო? არ მინდა. რავე შენც კარგი არ მინდა თქვა და მასხარა ხარ რა. გამატარე კაცო იქ, გამატარე. ეს მინდა კიდევ ისედაც გამოტენილი მაქვს თავი ფიქრებით და თუ აქ თქვენია, ორი დღით ვარ მოსული და ასე უნდა მომექცე კაცო. ბატონო ირაკლი, რაც თქვენ 3 წლის განმავლობაში მე მომასხარავეთ, მე მაგ ორი დღე და ამ ორი დღეში უნდა მოვიგო ყველაფერი. შენ იქ იყავი, ირუშა თან ყვებოდა და შენ კიდე როგორ იქცევი? ასო, მე რო იქ ვიყავი, მე ვარ გამხდარი და ფაფუგი. და ვერავინ ვერ მომშნევდა. ეს დამხელა შეხედე ეს ბედოლათი. ყველას ფეხებში ედება. ირუშ, დაგისხაყავ. არ უნდა. მართალია, არ მინდა. ახლა ეს. ირუშ. რა უნდა მეთქვა? აბაზანაში ალბათ შეამჩნევდი. კაფელია ერთ ადგილას ამობურცული. ხო და შეკეთება სჭირდება. ხო და შეგიძლია შენთან რომ არის ხელოსანი იმას უთხრა და მე აქ მოვიდეს. გამორიცხულია, სხვა რამე მთხოვე. რატომ? რატო და ჩემი ხელოსანი რო აქ მოვიდეს? ეს ის რას ნიშნავს? რომ ავტომატურად მე უნდა მოგკიდოთ თქვენ ხელი ორივეს და წაგიყვანოთ ჩემთან საცხოვრებლად. ესე იგი, ეხლა რომ მივალმე სახლში, დღეს რო შევივლი სახლში. იმ ამირანს თუ არა აქვს ყველაფერი დამთავრებული და მე ვერ დავბრუნდი ჩემ საკუთარ კერაში, დიახ, და ჩემ სახლში და არაფერი არ აქვს კიდე გაკეთებული, ავიღებ იმას რო ეძახის ის ინსტრუმენტი აქვს. რა ქვია კაცო ის? ტრუბნოი. ხო, აი იმ ტრუბნოის ავიღებ და ჩავცხებ თავში. დიახ, ესე დამთავრდება მაგის კარიერა ჩემ სახლში. ბატონო ირაკლი, ტრუბნოი ეხლა. ტრუბნოი რა სოფლის მინისტრის მოადგილის საქმეა. ფიცალი უნდა ნახოთ სადმე და ის უნდა როგორც ამოვლით შემოთოთ თავში. აი ასე და მასხარა ხარ? თუმცა იდეა კარგია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოკლედ, მე ახლა წავიდე ხო? შენ გეცოდინება რაღაც ანეკდოტი. კარგი ანეკდოტი მომიყევი რომ მეყოს სანამ გამოვიცვლე ხლა და სამსახურში წავალ, კაი ხასიათზე. ახალი უფროსი არ გიყვება ანეკდოტებს? არ ყვება ანეკდოტებს. რა დღეშია სამინისტრო. ესე, კარგი, მაშინ ისევ იმაზე ვიცინებ. იმაზე ერთხელ სიბნელეში დათომ, ხო, ლიმონათის მაგივრად დალია ზეთი. ხო და ასე მოიყოდა და დალია და გზაში ისევ მაგაზე ვიცინებ. მოდი მამიკო, ახლა მე შენ მოგიყვები ასეთ ზღაპარს. იყო და არა იყო რა მამა. იყო ერთი სოფელი მამიკო. ამ სოფელს მამა არ ქონდა ციხე არ ქონდა ამ სოფელს მამა და მოსახლეობა მიფიქრა მოდი ერთი კარგი ციხე ავაგოთო მამიკო. ხო და მართლაც ააგეს ერთი დიდი ულამაზესი და მშვენიერი ციხე მამა. მორთეს, მოკაზმეს, საზეიმოდ გახსნეს, მაგრამ დაინგრა მამა. დაინგრა ეს ციხე. რა ვქნათო და მოდი მეორედ ავაგოთო. ააგეს მეორედ ეს ციხე მამა, ააგეს მორთეს, მაგრამ აღარ მოკაზმეს მამა. ხო, მაგრამ მაინც დაინგრა. მესამედ ააგეს მამა, ახლა აღარც მორთეს და აღარც მოკაზმეს, მაინცო. ხო, მაგრამ მესამედაც დაინგრა მამა. ხო და იფიქრეს ახლა რა ვქნათო.
რა ვქნათო ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს გაახსენდათ რომ იქვე გვერდით პატარა ტყეში პატარა სახლში ცხოვრობდა დიდი ბრძენი მამა ნახე დაუკვირდი მამა დიდი ბრძენი იყო მაგრამ პატარა სახლში ცხოვრობდა ხო და მივიდნენ ამას აფრინეს კაცი და კითხეს რომ რა ვქნათო აი ესე სამჯერ ავაგეთო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მამა ამ ბრძენმა უთხრა რომ თუ გინდათ რომ ციხე დარჩეს აშენებულიო მაშინ ვინმე უნდა ჩააყოლოთო და მოფრინდა უკან აფრინეს ახლა ისევ ეს კაცი ხო და ვინ ჩავაყოლოთ არ დაიბნენ მამა და ძინარე თამარის ფეხი ჩააყოლეს მამიკა ამ ციხეში მე ისევ მორთეს მამა უკვე მოკაზე ანა მამა ნახი მამიკო მორთეს მამა მოკაზმეს ეს ციხეს იმაგრე და რო გაიღვიძა თამარმა არ დაიბნა მამიკო არ დაიბნა ძლიერი თამარი მოგლიჯა ეს ციხეს სიმაგრე და ახლა დადის ამ ციხეს სიმაგრე ფეხსი აქ ეს ციხეს სიმაგრე მამიკო ჭირიქა მამა ხინიაკა ქატოიქა ფხვილიაკა ვაიმე გაშובה ისაკ რაო დიდიკო რაო აბა რას გიყვება მამა რას უყვები სკაპრებს იგონებს იყო მამა დიდიკოსთან ვაიმე რაო აბა რა მიდი მამა მიდი სკაპრებს გიყვება სკაპრებს უყვებ რაო რა ისე დენი მაინც იყოს დავიღალე უკვე რა კეთნა მოდი სადმე წავიდეთ ვაიმე რაო დეიდამ რა თქვაო რაო რა მინდაო დეიდამ სადმე სტუმრად წავიდეთო და იქ კარგად გავხდებიო ვაიმე მართლა წავიდეთ რა სტუმრად ვაიმე რამდენი ხანია ვაიმე დიდი კვალიტიო სტუმრად წავიდეთ დედიკო მე იქ რაღაცებს დავათვალე რაღაცებს ნახავ ჭურჭელს კარადებს ფარდებს შევათვალიერებ დედიკო მოდი აბა ჩემთან მოდი პატარა მიშიკო მოდი უკვე როგორ დამძიმდა ჩემი ფარდები დაათვალიერე ქეთევა შენ ფარდები დაათვალიერე თამარი მოყვება მამიკო თამარი მოყვება ძროხამ როგორ მოტეხა ფეხი მამა გაბრაზა მამიკო გაბრაზა პატარა მიკი არი პიროს წავალმე არა ზინე არა იყოს თორე წამოდი დედიკო წამოდი ოთახში ქეთევა მიდი დააძინე პატარა შევიყვან მე ჩავაწვენ თავის საწოლში და გამოვუყვები დედიკო რა მოუყევი ასეთი რა ჩემი დედიკო კარგი ბიჭი მიშიკო ვახნა მომისმინე შენ გისმენ თამარ გისმენ ეხლა რას ფიქრობ იცი საჩუქრად ვითომ აი რა წავიღოთ აი სტუმრად რო წავალ სტუმრად საჩუქრად ნუ რა ხა ნუ კარტოფილი თავის დავა და სხვა რაც წაიღებ ხო კარტოფილი ხო იცი რა არის რა წავიღოთ მაგას კი მოიფიქრებენ ესენი მაგრამ იქიდან რას წამოიღებენ ესა საინტერესო აი ეს თავარი ისე მაგარი იქნება რა მაგარი სანახავი მაგარი სანახავი იქნები თამარ მაგარი სანახავი იქნები ასე რომ შეხვალ პირველად ოჯახში ჯერ მაგ ფეხს რო შეყობდა მე ბორბლებს შენ იხუმრე ხო იხუმრე და იცინე შენ და იცინე და იყავი აქ ერთ ამბავში მე როგორც ვიცი მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე თან ლიფტიც არ მუშაობს და თქვენ მოგიწევთ თამარის ეზლა ხელში აყვანილი მოგიწევთ ეს იგი ჩვენ დათოსთან და მაიკოსთან ვაპირებ წასვლას ხო მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე ვახო რა მოვიფიქრე იცი თანაბრად რო გავყოთ პირველ 5 სართულს აიყვან შენ თამარს მე ავიყვან მე შენ მე და ასე ავალთ ნუ თანაბრად გამოგვივიდეს თამარის მე-16 სართულზე მიხვდი ახლა რას გეუბნები ხო ეს რა თლაში მატყუებ ახლა თუ რა ვერ გავიგე რა ხო
ხო, ისე დაცვასთან კი მაინტერესებს ასლა და ეს ნახვა როგორ ცხოვრობენ. ხო და აი ჩვენ ხო საუბრობთ მე და ვახო და იცი ბახო იცი უფრო მარტივი ფორმა მოვიფიქრე მე თამარის ზევით აყვანის. ავალ მე ზევით იქიდან ჩამოუშვებ თოფს. კალათით რა ხო და ვიცი რა ქენ შენ და კეთივანმა ჩასვით თამარი შიგნით მე ავწერ და თქვენ ქვევიდან დაიყვირეთ ვირა მაინა ვირა თამრი მართლა ძალიან მეწოდები თამრი რა ესე იგი ერთი სული მაგ როდის მოიხსნი ამ თაბაშირს რომ ესენიც აღარ დაიწყებენ ხუმრობას არც ლაპარაკს და შენც მოისურვებ და ესენიც მოისურვებენ და რაღაცა მე მგონი სიწყნარე იქნება არ ვიცი არ გიფიქრია რომ შენს ეტლს გვერდზე სამგზავრო ეტლიც რომ მიაბადა რომ იტაქსაო რა ნუ აზღონდარეობაში მაგრები ხარ. ხო და თუ არ გინდათ რომ სადმე წავიდეთ, გააკეთეთ დენი. წავა. აი ნარა, ჯობია წავიდეთ. ჯობია წავიდეთ, რა, მე თქვი არ წავიდეთ თუ? წავიდეთ. მე ეტლს გამოვიყვანო, მაგრამ კი, ეტლი გამოვიყვანე და მომემზადოთ და წავიდეთ. ისე თამარ, რა მეინტერესებს იცი? შენი ეტლი ხა რომ მივდივართ, ამ ხელა გზაზე მივდივარ. შენი ეტლი ფორმაშია? იქ საბურავები, იქ ბალანსირება, იქ სამუხრუჭე სისტემა, მაინც ამ ხელა გზაზე მივდივარ და ნუ დაზღვეული რო იყო რა. აი მე კარგი რალაშ. მე არსად არ მოვდივარ. მე თან ვერ წამოვალ ბავშვი ხა დავაძინე და მეშინი არ გავიწოს და რა ვიცი. თუ შენთან ერთად მიხარია სიარო. რა ვქნა თამრი ბავშვს ხო არ დავტოვებ ესე მარტო რა ვერ წამოვალ არ შემიძლია. თან ესე სადვია რომ მე 11 სართულზე როგორ ამოვიდე. არ შემიძლია ხო აი ესე. მომისმინე თქვენ თბილად ჩაიცვით. საღამოს აცივდებაო მითხრეს. ხო აცივდებაო. მე ჩავიცვამ კი თბილად ჩავიცვამ მე და ისე თამარსამ თაბაშიში ანტიფრიზი ჩაუსხით მაინც რა. მეცალება აი რომ მეცალება რა. სად ჯანდაფაში წავიღე შემი 24-იანი. კეზერიებთან დამჩა ნაღდად რა. ეხლა იქ დროზე უნდა მივიდე, თორე სამ დღეში შპალერი ჩამო აიხევა, მერე ვეღარ მივალ. არადა რეობლებოდი, იყიდე რა ეს იტალიური შპანელი, არა, ვინ დამიჯერა. ეხლა რა ჩემი ბრალია, ვერგა. ბატონო ამირან, გამარჯობა გენაცვალე. როგორ განდებით? არამის. რა მაგარი ქუდი გახურავს. ამერიკულია რასაო? New York Times. გიხდება. მომისმინე. ხო, მოკლედ აი აქ არის ყველაფერი, ახლა მომამალაგებინებ რა შენიცი მე როგორ ამოვაწყო. ვაჩვენე რა, აბა მითხარი. ეს ის რა ქვია, წებო? წებო. არის წებო. სილიკონი გადასა. ეს კიდე რაღაცა ეს სახეხი თუ რა ქვია არ ვიცი და ეს რა არის ეს წვრილი ლურსნები, მაგრამ ეს წვრილი ლურსნები რისთვის ჭირდება სიმართლე გითხრა არ ვიცი. არა, ეგ წვრილი ლურსნები აქ კი არ ჭირდება. სხვა სახში მჭირდება, მაგრამ მაინც დაგა. მომისმინე ახლა ირაკ ხო რო არ მოგატყუო რა ეს ოთახი ბოლომდე რომ დავამთავრო დროზე კიდე წვრილ რაღაცეები იქნება საჭირო ჩამოვწერე და მე ნახე რა ხო მომეცისია რა დღეს დრო მაგ და ყველაფერს ვიყიდი რა ამდენი ხანი აქავარ რით ვერ გამიცანი სადამ აქ ხა მესია ხო მართალი ხარ მოიცა ესე იგი ეს რა არის წებოცემენტი ხო წებოცემენტი ფუნჯები ის საღებავი გაჯი პრინციპზე არ დაგჭირდება მოიცა კაცო ასე არ გჭირდებოდა კაფელი პარკეტი საღებავი და 1000 რაღაცა მაგრამ რა დღეში ვარ მითხარი ხა შენ სურათი მითხარი რა ხო აი ეს ოთახი მალე იქნება კი ძალიან მალე იქნება რომ არ მოგატყუო ძალიან მალე იქნება მაგრამ ეს ოთახი კი არ მადარდებს მე ყველაზე მეტად აი ის ოთახი მადარდებს ეხლა რამ მოუხერხო არ ვიცი ვინ ოთახი კაცო აი ეს ოთახი რა ჭირს იმ ოთახს ეხლა როგორ არის ხო იცი რა ერთგან გასკდამილი მე ყველგან გასკდამილი ეხლა ეგ რომ მიყვება მე სად გააჩერებ მაგას ხო და მოიცა რა ანუ ესეც არემონტოა
არა, შეიძლება ზოგადად ნუ გავაკეთებთ, მაგრამ პრინციპში იცხოვრება რა. წამომზან. მოგწე. არა ძმაო. აქ ისეთი ამბავია, რომ დათოც არ იცხოვრებს ამ ოთახში რა. ისე ამილან კარგი რა, არ გაგენანა შეხედე როგორ არის ეს პარკეტი ამომტრეული და ანგრეული რა, მილები ჩანს რა. სამაგიეროდ ნახე პარკეტი როგორ არის აყრილი, პირდაპირ მილებს მიყვება, სხვაგან კი არ უხვევს სადმე. მილებს მიყვება პირდაპირ. დიდი კაცი. კარგი, დამშვიდდი ახლა ამ ოთახს მოვრჩები და მე მაგას რა, მოიცა, ესე იგი აი გავგიჟდები რა, ეს რემონტი ყოფილა მაპილი. კპირდებიან, დღეს მოგცემ, ხვალ მოგცემ, ძეგ მოგცემ, მე იწელება და არ თავდება არასდროს. ამიტომ. მოგუნდი. მობისვინე. აქამდე მე ხო სულ გეკითხებოდი, როდის მორჩებით ხო? მახსოვს. ხო, გახსოვს. რა? შეიცვალა, შეკითხვა. როგორ? ოდესმე მორჩები? ეგრე მიცნობ? კი. კარგი რა ირაკი. კარგი, ოდესმე როგორ ვერ მოუჩები. რას ესეთია ცხოვრება. ხან ესე იქნება, ხან ესე იქნება. აი, თუბას კიკამიზის სიმღერა რო არის, ხო იცი? ტრიალებს, დედის ბორბალი ტრიალებს. გამარჯობა. როგორ ახარ ირაკი? აი მე როგორ იქნები რა დღეში ხარ ირაკი? ვაიმე ირაკი. აჰა, ერთი წუთით ალბათ თქვენ იქნებით ამირანი. ალბათ ამირანი. აჰა, ძალიან სასიამოვნო. დაჯექი რა? ეს მინდოდა. როგორ ვარ თმამა, რა ვშემითო? რა ვიცი, მირტყავს, ესე მირტყავს. არ მაძინებს. მოდი დაჯექი. ხო, გიხოცები, ასე დავждები. რაღაცა მინდა გთხოვო, ირაკლი. რაღაცა მინდა გთხოვო. აბა. ჩემთან სახლში. ხო. დენის ეს შუქის ამომრთველი გადაიწვა. ხო, გადაიწვა ხო და იქნებ ამირანს თუ ცალია ცოტა ხანი გამოვიდეს და გააკეთოს რა. ეს მინდოდა. ამირანი გამოვიდეს ცოტა ხანი. ანუ მასშტაბურ რემონტს იწყებს. არა, ირაკლი, არა, გეფიცები. უბრალო რაღაცაა გასაკეთებელი, უბრალო. შემთენეთ სულ უბრალო რაღაცა იყო გასაკეთებელი, სულ უბრალო მოვიყვანე აქ ერთი ონკალისთვის და ნახე რა დღეში ვარ ახლა. აიმე. ერთი წუთით. შენ რა სიტყვი ამირან? რა სიტყვი? რა შეხა მე აქ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. აი ირაკლიმაც იცის 1000 წვრილმანია, ფოთლში უნდა მოგიხადოთ მე. ვერაფრით ვერ დაგეხმარებთ რა. აიმე. გავაკეთე. უკაცრავად ერთი წუთი მე ვისაუბრებ. ალო. რა მითხარი რა მაქვს გასაკეთებელიო? იმასთან დენის ამომრთველი გადაიწვა. ხო გადაიწვა და გასა. კარგი რა ბეგლან რა, რაც ერეცო რა. გავგიჟდებ წერეცო, ხომ მოვილაპარაკეთ, მოაწესრიგეთ სათფურები ამ თქვენ სოფელში, ხვითორი ქვია ხო თქვენ სოფელში, ხვითორში. მოაწესრიგეთ და ტონობით გამოგიგზავნით წერეცოს. ეხლა რო გამოგიგზავნოთ ეს წერეცო, რას უზავთ? ხო სათფური არა გაქვთ, სად დათესავთ? ამიტომ ჯერ სათფურები და მერე წერეცო. კარგი. ვაა. ქეთევან? ბატონო. მე ხო ფიქრობდი? ხო და წაიყვანე ცოტა. წავიყვანე. ხო, გააკეთოს ის ამომრთველი, ხო? ხო, გააკეთოს, ოღონდ დროზე დააბრუნე. ვაიმე, ირაკლი. მე გაძლევ მაგის პირობას. თან ამირანმა მითხრა, სულ 5 წუთის საქმეაო. ამირანმა გითხრა 5 წუთის საქმეაო, რას ველაპარაკები? ამირანმა თუ თქვა, გადააცილებს კი არა 4 წუთში მორჩება. ხო, აი ეხლა დაგიბრუნებ ამირანს, აი სულ რაღაცა 5 წუთის საქმე, ირაკლი, შენ მაგაზი არ ინერვიულო, თან ხო იცი ბავშვის პატრონი ვარ და შუქი მჭირდება, წყალი სად გაბრწყავო, ჩემ მეშიკოს. რა მაინტერესებს იცი? დიახ. თქვენი მეზობელი რო არის? ნათერა. მოვიდა რამე? არა, კაცო, რა მოვიდა. მაგის არაფერი არ მოსულა. მაგის ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით? ვაიმე ამირაში. ესე იგი რა, ქეთევანმაც რა უდრო-უდროს იცის ხოლმე რა შემოსვლა რა. შუქი გამიბუჯდა ირაკლი, შუქი არა მაქვს, შუქი არა გაქვს, ეხლა შენს თავი არ მიარტყა რამე სტრიპა. ეს ამირანი? ეს სად ვიპოვე კაცო რა, არა ბედია ყველაფერი მათ ბელესეს კუჩაბე სად ვნახე გაგიგდები რა. მაჯანჭხა. აი მე
ოჩახ კარგი. მომწა, აი როგორ ისე ოჩახ რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ შენ. კი. მე დახლა შენ ჯერი. ჩემი ჯერია ვახ. აბა ვისი ჯერია, მაგრამ დაისვენე, ცოტა ხარ. ხო, ისე დაისვენეთ, ბიჭებო, დაისვენეთ. დაისვენე, ცოტა ხარ. რაკმარი ხარ, სათამა, რაკმარი, ხელის გულზე გატარებს, ხელის გულზე. და ისა? სიძე როგორია სიძე? იცი რა, სიძე ლოქოა, მალე იღლება. არა, ეს შენი თაბაშირიან ძიმე თორე შენ რა ეს მარტო აგიყვანდი ზევით, მარტო შენი წონა რა. კარგი რა, შენი. იცი რა ვიფიქრე ახლა? თამარ, ეხლა ხო დათოსთან მივიდივართ. ხო და უთხრათ და რა. გავისწორო? ხო. უთხრათ დათოს და მაიკო ჩამოვიდნენ მეხუთეზე და აქ ვნახოთ რა. არა, ახლა შენ რას ეხლა შენ გონია მართლა ეს მარტო დათოს და მაიკოს ანახავად მიდის? ამას უფრო აინტერესებს გაბეჯი, იქ ჩურჩელი, იქ რაღაცა. ერთი კვირა სალაპარაკო იქნება და ამას დაკეთე. კარგი, ხო, კარგი. ლაშა, აი შევწდით რა, თოკები უნდა წამოგვეღო, თოკები. და ეს პიანინო რო აქვთ ხოლმე, ისი აგვეყვანა. ბახო, შენ რა. რა პიანინო? რო არეული ყომერე შენ აწყობდი? კარგი. რაღაც მეძალება. გეძალება, მე კიდევ წყალი დავლიოთ ერთი რა, წყალი დავლიოთ რა სადმე, სული მოვითხოვ. ალი კაცო წამიყვანი. ვიცი რას ვიზავ ახლა. მე დაურეკავ ახლა დათოს. ხო. და ვთხოვ ჩამოგვიტანოს წყალი. ხო, ჩამოგვიტანოს წყალი და დავლიოთ მე და მიწერია დათოს ნომერი. ხო. უთხარით აბრიკოც მოდის თქო. კი, ვეთქვი. ალო. ხო დათო ლაშავად. ხო. დათო, რა მინდა იცი კითხო? შეგიძლია რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართულზე? კი, მოვედით უკვე. მეხუთე სართულზე. თამრიკოც აქ არის, კი, თამრიკო, კი. თამარი, ხო. რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართულზე წყალი რა, დაიღალა ვახო ცოდოა. რა? მეხუთე სართულზე. კი, ხედავ. ხო. ვაიჩად, შენ რა გითხარი? წყალია? ჯერ მე დამალევინე. ერთი წუთი. კი. მე თამარი და ვახო მოვდივარ და რამდენი ამოვახცებთ არ ვიცი მაგ. ხო. კარგი დათო, კარგი. მომეცი წყალი, ჯერ მე დამალევინე. აი მე თამარ, შენ კიდე დამძიმება გინდა, ჰა? ადი და ზევიდალი ეს წყალი. მომეცი. მოკლედ კლეოპატრა რა. სიმწყუროდა რა, ძალიან. აი მონები ყავს საგენ, ერთი მათრახი გაკლია რომ გადაგვიჭირო ერთ. ეგ არის რა. წავედით ახლა ზემოთ. წავედით. ხო. აი, საფრთხე. რა ვიცი, მე რაღაცა ცოტა წელი ამტკივდა და წელი ამტკივდა? მიდი. დაგეწევით. ვახო რა არიცი? შეიძლება წელი აქტკივდა მე 7 სართულზე ექნება დათო სადმე დამალული ეს წელის ტკივილის წამალი. დაურეკავ მე და ხო, მანამდე წავედით მიდი. შენი ჯერია ახლა. ბოლომდე მიიყვანე, კიდემდე მიიყვანე ბოლომდე. კარგი, წავედით. აი, მოიცადე, ნახე ახლა აი ამ დაწერილებს რომ უყურებ, სუჩები და ქეთევანის ბავშვობა მახსენდება. რაღაცა ესე ვაწერდით ხოლმე ჩვენ სულ. ხო, აი პირველად რო იყო არჩევნები, მაშინ ძლივს გადაღებეს კედელი, ძლივს წაშალეს. იუზას ტანკის აღებავი ქონდა და იმით წერდით ხოლმე და ესე აჯდებოდა კედელში. ხო, მე წერდი ხოლმე ბონიემს და რაღაც ალენდელონს, ქეთევანი აბას და ბესი კალანდაძის. ხოდი მე გაზაფხულო მე მოგენა. აი რა დათო პლუს ეკაო ემინემიო. აბა იქით რა წერია მაინტერესებს მიმატრიანი გიხეწები. ხო, სადა? აი მან დრაიц. რა ვიცი ლაშა, რამდენი რამე წერია ახლა? არა, მე მანახეთ მაინც. რომელი გაინტერესებს რა? რომელი გაინტერესებს? არ მაინტერესებს. წამიყვანეთ ახლა, ამედით. წავიდეთ? წავედით. მიდი. და, შენ ჯერი. ვახო, ჩემი ჯერი იყო იქამდე, სანამ მე იმ წარწერას დავინახავდი. ახლა შენი ჯერი.
ჩემი ჯერი ყოფილა დამავიწყდა თან რა. ება წავედი. ნელა ეხლა. შენ არი ნერვიულობა ხო? არი ნერვიულო ძალიან. აყვანა არის თული თორე. მიქიდან ნასვავი სულ რიხინი ჩამოვიწყდა. სათხარ კაცო ამდენ ხანს, ა? რას ვაკეთებდი? მეძინა. დაიღალე ხო? რაღაცა 2 საათიან ფილმს უყურე, რო არ მოგატყო 2 საათი და 40 წუთიანს იმან დამღალა. მე რაღაცები გავაკეთე და მე ჩამეძინა. აჰა, მე გაგაღვიძეთ ხო უკაცრავად. არა მე მალე ვიბრუნებ ძილს. ხა მითხარი, კაცურად, ადამიანურად და საბოლოოდ მითხარი როგორ არ დამიწყო შენი რო არ მოგატყუო და 1 2 3 და 8 დღე. როდის მორჩები ამას ყველაფერს? წებოცემენტი რო დაგაბარეთ მომიტანეთ? არა. აი, ამაშია საქმე. არ გინდა თქვენ ბატონო ირაკლი ამ რემონტის დამთავრება და მე რა ვქნა? წებოცემენტი რო მოგეტანათ, ეხლა მე კაფელს დღეს გავაკეთებდი. გააკეთებდი? აბარას ვიზავდი. აბარას ვიზავდი. მოგატყუე. მოვიტანე. აჰა, მოგიდე ხელი. აჰა, მიდი ახლა და კაცო, დენი არ არის. დენი არ არის. ტელევიზორს რო უყურებდი, ფილმი დამთავრდა თუ არა, ეგრევე რაღაცა ბუთქა, კიდე კაირო ეს რემონტი დაიწყეთ და კიდე კაირო მე აქ აღმოჩნდა. ხო დაიწყებოდით. გავარდის თავარი ჩამრთველი რომ არის იქ. მოუგლიჯე და გადავაგდე რომ დენი არ გადასულიყო. თლიანად. შენ არ ინერვიულო. მე ხვალე დილით გავიქცევი ადრიანა ცისხამდილით ელიავაზე, ვიყიდი იმ ჩამრთვალს, მომიტან და დავაყენებ 5 წუთში. რა უნდა მაგას? არც არაფერი. რა 50 ლარი ეყოფა მაგ საქმეს. ეხლა როგორ მოგივიდათ ისი ბატონო ირაკლი? აი რა გეტყვი. ერთი ტიპი ეუბნება ხელოსანს რა რო 50 ლარიო ეყოფაო. და ხელოსანმა უთხრა რა 20-ს დაამატეო რა. აჰა შენ 70 ლარი? გამომართვი? ჩამოდი. და ის არის შენ, ჰა? ერთი ტიპი რო ეუბნება ხელოსანს. აჰა შენ 70 ლარი და ხვალამდე თუ არ მორჩები ყველაფერს, მე შენ თავს დააბრალეო, ჰა? ხო. ეგ არ ვიცოდ. აი სად არის? ვაიმე, ეს ვიყოფილა. ეს რა ბიჭი ყოფილა? ადამიანი ოქროს ხელები და აი ესე ოქროს ხელები. დედა, რა გააკეთა ამისთანა? საძინებელი დაგინგრია თუ სამზარეულო გაგიუქმა? არა, პირიქით ირაკლი. ამან გაანათა და აშენა. ეს აი გააბძღვიალა ჩემი ოჯახი. ნასლელად არ აგია. ხო, ვაიმე, ესე იგი, ირაკლი იცი რა გააკეთა? წავიდა და ახალი ჩამრთველი მოიტანა. დედა მომისმინე. ასე უცებ საიდან მოიტანა ეს ჩამრთველი? ვაიმე, არ ვიცი ირაკლი. დაჯექი. არა, ვაიმე, ესე იგი ემოციებს ვერ ფიქრობ. სადღაც რემონტს ვაკეთებო. იმად ჯერ მაინც არ ჭირდებათო და თქვენთან დავაყენებო. შეხედე, ხელებს ესე მიშვება, რა თავდაბალი არჩევა. ოჩახავიან, თავდაბალი.
ბიჭი თავდაბალი. ეხლა დავჭდები. ხო ვთქვი. ყველაფერი ხო ვთქვი. ეხლა უნდა დავჭდე. ვაიმე დედა. ბუთქა ხო? ჰა? ეხლა ისიცი ბატონო ირაკლი ერთ ტიპს ეუნება ხელოსანი რომ მე ეხლა წავალო ყველაფერს გავაკეთებ რომ დროზე მოურჩევ ამასო ყველაფერსო მეო წავალო როგორი თავდაბალი ადამიანი რომელიც წითდება საჭიქშება ირაკლი რა მოგივიდა ჩემი ნერვიულობაში წრიბა სადარიან ეხა ამდენი ხანი რა აი რაში ჭირდებათ ეხა რაში ჭირდება ფეხმოწეხი კაცს ამდენი ხანი ამოყვანა რა ნახევარცად შეიძლება კარგი ბუზ მე რა ჩადი და დაეხმარა აი სარა პროდუქტების გრუსის მეზარება ქვემო ჩასვლა ეხა ფეხმოწეხი თამარის გრუსის ჩავავქი მო გამარჯობა შევტირდი მოვედი ძალიან გამიხარდა გამარჯობა შენ სამით მოხვედი ა რატო წუხდებოდი ჩვენ გვაქვს აქ სკავები მაიკო თქვენ ასწავლეთ ამ ბიჭს ხუმრობა არა კონდა როგორ შეგიცვლია თაკავრობა ეს სამზარეულო კარგად გადმოგიტანიათ აქ რა ესეც არის ხო ახლავე გავშლის სუფრას დავძენდი კი ხო ვახო მოდი მიმწეს კი სუფრასთან მოდი არა კარგი ბინა გადასარევი ბინა მაიკო გენეცალე მაიკო იცი რა მე ხა ვფიქრობ რომ ფრთხილად ლიფტი რომ მუშაობდეს უფრო ხშირად მოვიდოდი შენთან აი პირველად გამიხარდა ლიფტი რომ მუშაობს გაგიჭირდა ხო? ამოსვლა არა არ გამჭირვებია ისე ამომიყვანა ვახურა მხელი მომეცი ხო იცი რა ქმარი მყავს ვაიმე მაიკო რა ბიჭი გავუშვი იცი ხელიდან ვაიმე სამაგერო შეხვიჩავლე კლანჭები არ მინდა ახლა პირველად ვარ ოჯახში სტუმრად ხო და არ მინდა რამე გითხრა ხო არ გააბრაზო თორე მამის ბორბალს ვერ ნახავ ამ ოჯახში მე ვარ აი ირაკლი აი სტუმრები დაგაფრთხილე მოგულა თამარჩიკ გამარჯობა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე შევიკრიბებოდით ყველა ერთად ზეცაში თამარჩიკ რა იყო შენის გამით რატომ მოხვედი გვაქვს ჩვენ აქ სკამი აი ხა მივხვდი საიდან სწავლეთ თქვენ ირაკლი შენ ის გირჩევნია მითხრა მუშამ რა გითხრა როდის გადადიხარ შენთან სახში ბატონო დავით მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ იმიტომ რომ არ მინდა ცუდ ხასიათზე დაგაყენო გმადლობთ თამარჩიკ აი რა და ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ გენახავდი მე-16 სართულზე ახლა დღეს რა არა ირაკლი რა არის ეს თამარი არ არის ეს არის ვალენტინა ტერეშკოვა აი რაღაცა მოწყობილობაში ისე ჩაჟდა და ამოფრინდა აქ ეს აი სალათა მიირთვით ძალიან გემრიელი აი ზეგენეცა გამახსენდა და ესა სარდაფიდან ღვინო ამოსატანი ხო რა ღვინო რა ღვინო ვიცი და არა ვიცი ღვინო რა ღვინო აბა ვის უნდა ყავა ჩაი ლიმონით ესეც ასე ახლა მოგიყვებით რა გაუკეთებია იმ ჩემ იმას რა ქვია ხელოსანს ამირანს სახში ჩემთან ხო შესულა მოუხსნია ეს ჩემი ჩამთველი თუ ამომთველი თუ რა ქვია ეს ხო რუბილნიკი იუზა ეძახის რუბილნიკს ხო რუბილნიკი იუზას ენით რომ ვთქვა მოუხსნია წაუღია კაცო და დაუყენებია ღლონტებში
გაიგე შენ. ტუტუცი. ბენაცვალე ხელებში ამირანს. აი ვიცი რა გიძინება, მაგრამ გაიღიმე უხერხულია სტუმრებთან. ერთი წუთი მაპატიეთ კოლეგებო. ისე შემოგევლე რა. რატო რა არის რომ ჩაჯექი ამ ჩემ მეწელში რომ გატეხო მიყიდი მეორეს? ირა. გიხუძები დავიღალე გვიანია და უთხარი რა გამოგეთ როგორ გავყარო ეხა ესენი აქ. მე რო ეგ ცოდნოდა დათო შენი ჭირი მეც. კარგი რა ვიფიქრე დავისვენებ გადმოვედი აქ დასასრულებლად ვინ დაგასწრებს. მიდი არა უშ. ეხლა მომისმინეთ. გამახსენდა მართლა კაცო. რა ქვია იმას? სანდროს. არ დაურეკავს სანდროს? კი, მე დამირეკა. ირაკლი ვენაში ვარო, ვენაშიო და სალომეს ვერ პოულობო. სალომე მე დამირეკა. რაო და ამსტერდამში ჩავხლინდიო? ხო და სანდრომ თუ დარეკაო, გადაეცითო. რომ ხვალო ზუსტად 5 საათზეო, საღამოს 5 საათზე, ანუ 17 საათიდან 00 წუთზე, ხო? ერთი იგივე შირაღა მოგიხსნა. ხო, ესე იგი დაველოდებიო ამსტერდამშიო, ვან ბელსტრატის რას ვიყურე ქუჩა ასეთი. ვან ბელსტრატის 12 ნომერთან. აჰა, 12-თანო? ხო. რო დამირეკოს რო ვიცოდე მაინც. ხო. დაიმახსოვრე ბელსტრატი? ირაკლი, მაგას აზრი არა. იმიტომ არა გაზრო სანდრო მაგას ვერ დაიმახსოვრებს. ხო და იარონ ესე და ეძებონ ერთმანეთი, ევროპას მაინც ნახავი. ვაში გერმოცვა. ნახე რა კარგად ჩამოაყალიბა. რა ევროპას გაუმარჯოს ზეზვა მზია რაღაც, ხო? ევროპას გაუმარჯოს. ვაიმე ბოდიშით რა. დიდი ხანია უკვე აქ ვარ და უხერხულია წავიდეთ. გავასვენოთ ხა ეს ოჯახი და დავიშალოთ. აი რა უცებ მომწიფთა მეორე საზღეგრძელოს და რა კარგად ჩამოაყალიბა. შეიძლება მე გავაერთიანებდი ამას. მოდი ამ ევროპულ ოჯახს შემოგევ. გაუმარჯო. მოდი დაჯექი აქ. ვაი მიმშველო. ეხა მომისმინე. შენ ამეტლით პირველ სართულზე ჩახვალ? ვერა. მე ჩამიყვარ? არა. ხო და ეხლა გვითხარი მე დავახოს რომელ ოთახში გვიშლით საწოლს. რა? მართალია დათო თამარი მართალია. ეხლა დავლიეთ ცოტა აქ და თამარი საქედან ჩაყვანა 1-2-ად გაგვიჭირდება ეხლა. 1-2-ად? 1-2-ად. ეს ხო და თან ეხლა შეხედე ამათ აი შეხედე. დალიეს და გამოპროტომდენ აქ რა. ნახე რა. შენ ვიზე ლაპარაკი? შენ ვიზე ლაპარაკი? თქვენთვის ვამბობ რა მოგივიდათ რა. აი, გაგრძელდა ხაზი ჩვენი საზღეგრძელოების. მოდი, ხო თქვენთვის ვამბობო, მოდი ამ ევროპულ ოჯახში ჩვენ ნათქვამს გაუმარჯოს. ჩვენ ნათქვამს გაუმარჯოს. ანუ ევროპულ მართალია ირაკლი. აი ეს ევროპულ ოჯახში ჩვენ ესე იგი წარმონათქვამსო, ხო? პარტიო წარმო. გენაცვალე შენ ჩემულაში. ის მართლა რა პრობლემაა? მოდი ყველანი დარჩეთ დავეტანით. ხო. რა პრობლემაა ვერ გავიგე? რა პრობლემაა? აი ამ ხაბატოს და ვახოს იმ ოთახში გავშალე ლოგინი. ხო ირაკლი სადაც იქ ლაშას აქ მე აი აქ დავდგები რა. ირაკლი კიდევ ერთი სადღეგრძელო ჩამოყალიბდა. შენც იმას ფიქრობ ხო? რასაც მე ვფიქრობ, იმას ფიქრობ. დგომის ამ ევროპულ ოჯახში. ევროპულ ოჯახში წარმოთქმის და დგომის წარმოთქმიდან. აი, წარმოთქმდა ნელა. რაიმე რა კარგი. და რა ცუდია რომ ქეთევანი აქ არ არის. ძალიან. წავედი მე ირაკლი. ვა შეგაიხარე, ჯიგარი ხარ, ალაშა. წამოდი გაგაცნე. ხო დათო, წავალ და მოვიყვან ახლავე ქეთევას. მათალი
მართალი ხარ აი ყოველთვის გსებდი მე შეპა საშაც წამოიყვანეთ საშა ადამიანთ მარტო ძალიან მკორბუშია ძალიან გთხოვთ რა მაიკო გამარჯობა მე გამარჯობა ვაიმე ირაკლი ვაიმე ირაკლი მოვკლავ იმ შენ სამირანს ვის ოქროს ხელებიან ხო იმო არ აქვს ოქროს ხელები არ აქვს ნამდვილად იმიტომ ვაიმე თავი ვაიმე მაიკო ირაკლი არ ვიცი როგორ დააყენა ის ჩამწველი თელ კორპუსს გაეციშა დემი არ ვიცი როგორ დააყენა ის ჩამწველი მოიგდე ბავშვი სადატოვე აგერ არის სადავტოვებდი ბავშვს ვის დავუტოვებდი წამოვიყვანე საშა ბიძიას თხოვე და წამომაყვანინა მოიცა რა არის რა სულად ხარ სულად ვარაბარა მიდი მიხედე ოთახში გაიყვანე ათამაშე მიდი საძინებელი მიდი მანა რა თამაში მიდი სულად ვარ ერთი წუთი მანა ხება პულსი შემოვხედე მცნობა მე ვინა ვარ ირაკლი მე ხუმრება არ გეხუმრება ერთი წუთი ვა მართლა აჩქარებული აქ აი დედა ხო აჩქარებული აქ კაცო დედა მე ასათ აღარ მივდივარ ამაღან აქ ჩემი საჩემეთი ამდენი სიარული კაცო მაიკო მე ვარ ხო სად ვარ? ნო ვერ გავწელი მანდა წამოვედი ხო მე რატო და ირაკლი ხრინავდა ვახოთ რომ ძირში ლაპარაკობს კარტოფილი იძახა არა ხო კიდე ის კეთევანის მიშა კიდე რამდენი დავიწყე იმეჯი ტილი დაიწყო დიახ მე სად ვარ და ჩემი ერთი ახლობლის სახში დიახ ძალიან კარგად მოვეწყე დიახ ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ არა კარგად ვარ კარგად ხო კარგი დილით დაგირეკავ კარგად იქ კარგად